თაწმინდის რაიონში სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა ნაგებობების აღდგენა რესტავრაციას. სამუშაოების ღირებულება 120 მილიონ ლარამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების განახლება. გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები: გუდიაშვილის მოედანი, ორბელიანის მოედანი, თუ როგორ გალამაზდა, მოწესრიგდა იქ არსებული სიტუაცია და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ამ დამოკიდებულებას. 21 საცხოვრებელი სახლია, დაახლოებით 450 ოჯახზეა საუბარი, რომელთაც საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდებათ და არსებული შენობა ნაგებობები სრულად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული იქნება. თბილისის განვითარების ფონდმა ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ეს გახლავთ სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. 21-მდე შენობა ნაგებობა აქვს აღნიშნულ ქუჩებზე, აქედან 18 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ვახორციელებთ, იცვლება კომუნიკაციების ნაწილი, ანუ მიწისქვეშ და მიწისზედა კომუნიკაციები, რომელიც წლების განმავლობაში ქაოსურად იყო განთავსებული და ამორტიზირებულია, მთლიანად ხდება მათი შეცვლა, მოყვანა სტანდარტებიდან გამომდინარე და შემდგომში უშუალოდ იწყება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია.